გაგრძელდება თუ არა დაკავებების სერია რუსთაველის გადაკეტვისა და ნიღბების ტარების გამო წუხელ აქციის შემდეგ პოლიციელებმა პროტესტის მონაწილეებს ოქმები ისევ შეუდგინეს. ნივთმტკიცებებად დალუქეს პირბადეებიც. თავისუფლების მოედანზე ათობით პოლიციელმა შეაჩერა 71 წლის აფხაზეთიდან დევნილი აზა ჩილაჩავა. მას სამედიცინო პირბადე ჩამოართვეს და ოქმი შეუდგინეს. მე პროტესტი მარშემ დევნილი მან რომელსაც ოთახი არ გამაჩნია დღემდე მე ხვალას რო დამიჭირო მაინც რუსეთი ოკუპანტია მე არასდროს არ დავდგები ამად მხარეს. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც წინა კვირას რუსთაველზე ყოფნის გამო ოცნებამ დააჯარიმა. ელიტა ვალტონენი მიმდინარე მოვლენებსა და მოქალაქეების დაკავებას გამოეხმაურა. დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართებასა და სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. ოცნების პროპაგანდისტული მედიის ცნობით გახარიას პარტიამ პარლამენტის და საკრებულოს მანდატების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. პრაიმტაიმმა გაავრცელა წერილიც, რომლითაც მათი მტკიცებით გახარიამ თანაპარტიელებს გადაწყვეტილება შეატყობინა. უკრაინის ქალაქ პოკროვსკში რუსებმა მშვიდობიან მოსახლეობას ესროლეს. დრონმა 3 ცხედარი და დაჭრილი ქალი დააფიქსირა, რომელიც ტერიტორიიდან მოხალისემ გაიყვანა.